დღეს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. სიახლის მიხედვით ერთიანდება აგროწარმოების ყველა მიმართულება. პროგრამის მიზანია გაძლიერდეს ფერმერული მეურნეობები და მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეთ მათ. მალე ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრიც, რომელიც ზუსტად ასახავს მათ საჭიროებებს. დღეს ჩვენ გავართ ახალი გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს. თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენაზე და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება, გვინდა თქვენ იყოთ წარმატებული თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის მუდმივი პერსპექტივა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში 40%. გარდა ამისა, უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი. ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი. ამავდროულად ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგცემს მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ როცა არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს გუნდი, რომელსაც გრძელვადიანი განვითარების ხედვა აქვს და არსებობს შესაბამისი ნიადაგი რეფორმების განსახორციელებლად, შესაძლებელი არის მომზადდეს სოფლის მეურნეობის განვითარების სრულიად ახალი ტრანსფორმაციული პროგრამა. იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი მოდერნიზებული ეტაპი. აგროთანადაფინანსების პროგრამა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, მზადდებოდა სოფლის მეურნეობის ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე, მზადდებოდა იმ საჭიროებებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მზადდებოდა აგრარული სფეროს ყველა მიმართულების ფერმერებთან ფართო დიალოგისა და კონსენსუსის საფუძველზე. სწორედ ასეთი გუნდური მუშაობის შედეგად ჩამოვაყალიბეთ აგრარული სექტორის მხარდაჭერის ახალი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეფექტიანობასა და შედეგებზე ორიენტირებულობას. დღეს წარმოდგენილი აგროთანადაფინანსების პროგრამა არის ამ ხედვის პრაქტიკული გზამკვლევი. მისი მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების ტემპის დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება.